ინტოქსიკაციის 7 ეტაპი და რატომ დეტოქსი? ჩვენი დღევანდელი პირდაპირ ეთერის თემა იქნება, დღეს 1 თებერვალს თბილისის 16 საათზე ჩემ პირად Facebook გვერდზე შორნედი შერაშვილი ვისაუბრებ, რატო გვჭირდება თვითონ ჩვენთაგან პერიოდულად მაინც სისტემატიურად თუ არა დეტოქს პროგრამა. რასაც ჩვენ ყოველდღურად ჭამთ, ვსვავთ, სუნთქავთ, დამერწმუნეთ, ჩვენი ორგანიზმი იტვირთება შლაკებით და ტოქსინებით და იმის მიხედვით, რომელ ეტაპზეა ჩვენი ეს დაშლაკვა, სხვადასხვა ჯერ ჩივლებში და მერე დიაგნოზებშიც კი აისახება. მაგალითად, ალერგია ინტოქსიკაციის მესამე ეტაპია. მაგალითად, ძვალსახმელო სისტემაში, როცა უკვე ტკივილები იწყება, შემაერთებელ ქსოვილში გადადის ეს უკანასკნელი, ეს უკვე ინტოქსიკაციის მეხუთე ეტაპია. ხოლო მე-7 ეტაპზე ეს უკვე სიმსივნეა და პრინციპში პროცესში შეუძლებელია. მოკლედ, ვისაც საინტერესოა გაჯანსაღების თემა და ვიმეორებ რატომ დეტოქსი, შემომიერთდით.